როგორც ასეთი მესამე ძალა ყოველ შემთხვევაში მასშტაბური ჯერჯერობით ქვეყანაში ჩამოყალიბებული არ არის. რა არის საჭირო შენი აზრით ამისთვის, იმიტომ რომ შენ ნაწილობრივ მესამე ძალის აპოლოგეტიც ხარ, შეიძლება ასეც ითქვას და აქედან გამომდინარე, როგორ ფიქრობ, რა არის საჭირო იმისთვის, რომ ქვეყანაში სერიოზული და პოპულარული მესამე ძალა ჩამოყალიბდეს? დიდი მადლობა შეკითხვისთვის, ძალიან საინტერესო შეკითხვაა და ამ კითხვაზე პასუხი მე ვფიქრობ, რომ მარტივია. საქართველოში მესამე ძალის ჩამოყალიბების მცდელობები ძალიან ბევრი ყოფილა, მაგრამ ყოველთვის ცდილობდნენ ხოლმე რომ შეექმნათ ფორმით მესამე ძალა, ფორმით ახალი ძალა, რაღაცა გარეგნული ნიშნებით ახალი ძალა, მაგრამ შინაარსს არასდროს არ უქვირდებოდნენ და თქვათ იდეოლოგიურ ღირებულებებით საფუძვლებზე არასდროს არ ამხილებდნენ ყურადღებას. შესაბამისად, ამ ქვეყანაში რომ წარმოიქმნას მესამე ძალა, მეოთხე ძალა, ამისთვის საჭიროა, რომ გაჩნდეს პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელსაც ექნება ქართული ოცნების, ნაციონალური მოძრაობის საწინააღმდეგო ეკონომიკური ხედვები, ექნება განსხვავებული ღირებულებები, ექნება განსხვავებული პოლიტიკური კულტურა და ეს შინაარსი მე ვფიქრობ, რომ თავისით შექმნის ახალ ფორმას და ახალ სტრუქტურას. იცით, მე მახსენდება ერთი ძალიან ცნობილი და კარგი და დისიდენტი რუსი პოლიტოლოგის სიტყვები, რომ რამდენჯერაც არ შეეცადნენ პოსტსაბჭოთა რუსეთში პოლიტიკური პარტიის მშენებლობას, იმდენჯერ მიიღეს ისევ KPSS-ი, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია. აი ამ ესეთ ვითარებასთან გვაქვს საქმე საქართველოშიც, ხო, რამდენჯერაც არ სცადეს ახალი პარტიის შექმნა, იმდენჯერ მიიღეს რაღაც ფან-კლუბი, სადაც ერთი ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას, პარტიის ლიდერი არის ყველაფერი, დანარჩენი წევრები არიან კაცისკაცები და ამ კაცის წარმომადგენლები და ასე შემდეგ. ანუ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ძველ და ახალ სახეზე არ არის საქმე. ცოდვა შეიძლება ყველას ჰქონდეს, ეს ცოდვა თუ მოინანია ადამიანმა, ყველას უნდა მიუტევოთ, მეორე შანსს ყველა იმსახურებს, მაგრამ მეორე შანსს რომ მიიღებს პოლიტიკური ლიდერი, მან უნდა დაიწყოს ახალი ძალის მშენებლობა და არა ისევ KPSS-ის მშენებლობა, ან ისევ მოქალაქეთა კავშირის მშენებლობა, ანუ ისევ იგივე შინაარსის მქონე სტრუქტურების მშენებლობა. და აი ქართული პოლიტიკური კლასის დამახასიათებელი ნიშნები რო გამოვყოთ. აი რა ახასიათებს ქართულ პოლიტიკურ კლასს? იქნება ეს ხელისუფლება თუ ოპოზიცია. ახასიათებს უპასუხისმგებლობა, გეგმის არქონა, არასერიოზულობა, რაღაცა ზებუნებრივი ძალების მოიმედეობა და რაც მთავარია, ბოლოს ახასიათებს ის, რომ ყველაფრის ეშინიათ უკანიხევენ, არაფერზე თვითონ თავიანთ ბრალეულობას არ აღიარებენ და მათი გადაწყვეტილებების გამო უამრავი ადამიანის ცხოვრება უარესდება ხოლმე. აი ეს ვნახეთ ჩვენ 4 ოქტომბერსაც. რა თქმა უნდა, ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა ჩემი აზრით საჭიროა, მობილიზება საჭიროა, წინააღმდეგობა უნდა გაუწიოთ იმ ავტორიტარიზმის დამყარების, ესე იგი წარმატებულ მცდელობას, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს, მაგრამ გააჩნია როგორ ებრძვით მას. ხო, როცა ებრძვი რაღაცა დაუგეგმავი ხავერდოვანი რევოლუციით, როცა არ ყავს ადამიანები მობილიზებული, არ გაქვს დასაყრდენი, არ გაქვს შრომა განაწილებული და ასე წამოისვრი ხოლმე განცხადებებს და შემდეგ ამბობ, რომ აი გამოკვლევებზე უნდა წავიდე და ცუდათა ვარ და გული მიფრიალებს და მე არაფერ შუაში არა ვარო. აი ეს არის ამაზრდენი ქმედება და უპასუხისმგებლო ქმედება და ჩვენ ხედავთ, რომ 40-ზე მეტი ადამიანია დაკავებული და რა ბრალს წაუყენებენ მათ და რა ბედიელით მომავალში კაცმა არ იცის. ასე რომ აი ამ ქვეყანას ყველაზე მეტად აკლია, აი რომ დაბრუნდეს ისეთი პოლიტიკა, სადაც პოლიტიკოსები პასუხისმგებლობას აიღებენ თავიანთ ბედზეც და თითოეული მოქალაქის ბედზეც და მღვდელი გაპონის როლში არ იქნებიან, როცა საკუთარი რაღაც ინტერესების გამო თუ საკუთარი გაუაზრებლობის და უნიჭობის გამო უამრავი ადამიანის ბედის წერას ხელახლა გადაწერენ. რაღაცები სრულდება ხოლმე. რაღაცებს აქვს ბოლო. და აი ერთი ვერ დასრულდა საქართველოში ეს პოლიტიკური კლასი, რომელიც 90-იანი წლებიდან არსებობს, არის პარლამენტში, არის ქვეყნის სადავეებთან, მაგრამ ვერაფერი სერიოზული ამ ქვეყანას ვერ მოუტანა. მაგრამ მაინც ტივტივებენ, არსად არ მიდიან, არაფერს არ თმობენ, ხომ? ჩვენ გვყავს პოლიტიკოსები, რომელთაც არც ფული აკლიათ, არც სტატუსი აკლიათ, შეუძლიათ რომ ბედნიერად და მშვიდად იცხოვრონ, მაგრამ აი მაინც
ეთყობა რაღაცა ისა აქვთ, რა ქვია, მიდრეკილება განსაკუთრებული აი ამ ძალაუფლების მიმართ, მაინც არსად არ მიდიან, მიუხედავად იმისა, რომ არაფერი არ გამოვიდათ და ამიტომ ჩემი მეგობრებიც ხშირად ამბობენ და მეც ვეთანხმები ამას, რომ აი პოლიტიკური კლასი არის სრულად ჩასანაცვლებელი. სრულად უნდა ჩანაცვლდეს ის პოლიტიკური კლასი, რომელმაც არც ერთი იდეა და ღირებულება ბოლომდე არ დაიცვა და შეიძლება მთელ სოფლიოში ამისი დრო არ არის, მაგრამ საქართველოში როგორც იქნა, გონი დგება დრო, როდესაც უნდა მოვიდნენ ისეთი პოლიტიკოსები, რომლებიც იტყვიან, რომ აი მე კონკრეტულ იდეოლოგიას, კონკრეტულ ღირებულებათა სისტემას წარმოვადგენ და აი აქ ზუსტად აქ მაქვს ესეთი იცით მე ჩემი შეხედულებებით მემარცხენე პოზიციების დამცველი ვარ და ინდივიდებზე მეტად მიმაჩნია რომ ბევრი რამე ისტორიაში დამოკიდებული არის სოციალურ კლასებზე, მათ ურთიერთობებზე, მათ შორის არსებულ კონფლიქტზე, ამ კონფლიქტის გადაჭრის გზებზე და ასე შემდეგ. მაგრამ აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში და ამ კონკრეტულ კითხვაზე შემიძლია კი პასუხოთ რომ აი ცოტა მეტი სიმამაცია საჭირო ინდივიდუალური სიმამაცე. იმიტომ რომ თქვენ ჩამოთვალეთ ინსტრუმენტები არსებობს სოციალური ქსელები, მედია, უამრავი თავშეყრის სივრცე ჯერ კიდევ არსებობს ამ ქვეყანაში და ადამიანები უნდა გამოვიდნენ თავიანთი ნაჭუჭიდან და უნდა ეძებდნენ თანამოაზრეებს, ხო? და ბევრი შესაძლებლობა ამისთვის. უბრალოდ ხშირად ესე იგი სასოწარკვეთაში ჩავარდებიან ხოლმე ჩვენი მოქალაქეები და ამისი სრული უფლება და საფუძველი აქვს მათ, მაგრამ აი დგება მომენტები, როდესაც ამის დაძლევა საჭირო, განსაკუთრებით მაშინ, როცა ყველაზე მეტად ბნელა ხოლმე და ყველაზე მეტად ფულდება ვითარება და როდესაც აი ყელში ამოგვივა ხოლმე ის ბარბაროსობა, რომელიც ჩვენს პოლიტიკურ ველზე ხდება. რა შემდეგ ანუ აი ამას გულისხმობ რომ როდესაც ვთქვათ არ ხარ პოლიტიკურად აქტიური რაღაც პერიოდი უეცრად გახდი პოლიტიკურად აქტიური ჩვენერი პატარა ქვეყნებისთვის აუცილებელია ბუნებრივია როგორც მინიმუმ მეზობელ ქვეყნებთან გარკვეული დაალაგებული ურთიერთობა და აი ადამიანს აქვს პრეტენზია ჯგუფს რომ იყოს ხელისუფლებაში ან იყოს ხელისუფლების ნაწილი. რა ფორმით შეიძლება ასეთმა ჯგუფმა მოახერხოს კავშირების დამყარება მეზობელი ქვეყნების ხელისუფლებებთან, წარმომადგენლობებთან, სხვადასხვა ინსტიტუტებთან, რომელიც შეიძლება საჭირო იყოს საქართველოში, ასე ვთქვათ, პოლიტიკური უფრო ფართო აქტიურობისთვის. არის ამისი გზები, შეიძლება ძალიან ადვილი არ იყოს ეს ყველაფერი, მაგრამ ყველაფერი არის დამოკიდებული რა იდეებით შედიხარ, ხო, პოლიტიკურ პროცესში. მაგალითად, მე მომხრევარ იმ იდეის, რომლითაც საქართველოს შეიძლება იქცეს მოლაპარაკებების, მეცნიერების, კულტურის, ურთიერთობების ცენტრად მთელ კავკასიაში. როდესაც შენ ამ პოზიციას გამოაცხადებ ყმამაღლა, იტყვი რომ აპირებ ნეიტრალური პოზიციის დაკავებას იმ კონფლიქტებში, რომლებიც შეიძლება ჩვენს რეგიონში არსებობდეს, როდესაც გამოავლენ ღრმა ცოდნას ჩვენი მეზობელი ხალხების პრობლემების მიმართ, იქნებიან ესენი სომხები, აზერბაიჯანელები, ინგუშები, ჩეჩნები თუ დაღესტნელი ხალხები. აი ამ ცოდნას თუ ავლენ, იდეა თუ გაქვს, მერე ბუნებრივად ხდება დაინტერესება იმ მეზობელი ქვეყნების მხრიდანაც, რომლებიც თვალს გადევდებენ. ასევე მაგალითად კავშირების გაბმა შეიძლება შენი იდეოლოგიური პოზიციებით. მე მაგალითად ძალიან გულშემატკივრობ ჩვენი მეზობელი ქვეყნის თურქეთის დემოკრატიულ ოპოზიციას, რომელიც ძალიან შთამბეჭდავად, ძალიან დიდი პასიონარულობით თავგანწირვით იბრძვის იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში შეინარჩუნოს დემოკრატიის საფუძვლები, შეინარჩუნოს მრავალპარტიულობა. და როცა ესეთი სოლიდარობა გაქვს, ამ სოლიდარობას გამოხატავ, მერე იბმება ხოლმე გარკვეული ძაფები სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან, ხო? რო გულშემატკივრობ შენ იქაურ ოპოზიციას, ეს არ ნიშნავს, რომ თუ სახელმწიფოში სხვანაირად დაალაგდა სიტუაცია, იმ სახელმწიფოსთან ურთიერთობაზე უარს ამბობ, ხო? ანუ ეს ბუნებრივია, რა თქმა უნდა. ხავი არ არის. ასე რომ აი ეს იდეები, ცოდნა და აი ამ იდეების და ცოდნის გამოხატვა საჯაროდ იძლევა საშუალებას, რომ შენ მეზობელ ქვეყნებთან თუ სახელმწიფოებთან კავშირი დაამყარო და იყო, ასე ვთქვათ, ადეკვატური მათთან ურთიერთობა. მაშინ ასეთი კითხვა უნდა დაგისვათ, დიახ. არავინ არ თანამშრომლობს, მაგალითად რუსეთის ოპოზიციასთან, დემოკრატიულ ოპოზიციასთან, რომელიც დასავლეთში არის და კაი ხელისუფლება გასაგებია რა გზას ადგას და რა პოზიციაზე ხარ, მაგრამ
მე როდესაც ოპოზიციონერი ხარ, ხომ უნდა გქონდეს რაღაც დიალოგი ამ აი, ძალებთან. ზუსტად ამ ნაწილზე მინდოდა მეკითხა. მომავალზე ხომ უნდა მსჯელობდეს. თქვენ ახსენეთ მეზობელი ხალხების შესახებ ცოდნას, მათ ისტორიას, პოლიტიკურ მდგომარეობას, რატო არის რეალურად სხვადასხვა პროცესები ისე როგორც არის და ასე შემდეგ. რამდენად გეგულებათ პოლიტიკურად აქტიურ ოპოზიციურ ნაწილში ისეთი ადამიანები, ვინც მართლა იცის იგივე ყარაბაღის კონფლიქტის ამბავი, იქ თურქეთში ქურთების ამბავი, ასე შემდეგ, ესეთ მრავალი ახლა ყველა მაგალითს არ ჩამოთვლით. რამდენად გეგულებათ ესეთი ადამიანები რაოდენობრივად რომ ჩართული იყვნენ აქტიურ ოპოზიციურ პოლიტიკურ ნაწილში? შეგვიძლია კიდევ ერთი რევოლუციური ფრაზა გავიხსენოთ. Yes, такая партия, ხო? პარტია ჯერ არ არის, მაგრამ არსებობს მოძრაობა საქართველოში, მაგალითად სოციალ-დემოკრატიული მოძრაობა, რომლის წევრიც მე ვარ და იქ მაგალითად არიან ძალიან მაღალი რანგის კავკასიოლოგები და კონფლიქტოლოგები, რომლებიც იცნობენ ჩვენს რეგიონს და ეს ცოდნა აქვთ. და იკვლევენ ამ ცოდნას და აკადემიური სამყაროდან მოდიან და ციდან არ ჩამოვარდნილან. სხვა მოძრაობებიც არსებობს. ოღონდ ვინც ეგ ფრაზა ახსენა, იმის მომავალი არ გვინდა ნამდვილად, როგორც გააგრძელა. არ დავაბოლოვე ეგ ფრაზა ბოლომდე და თავი შევიკავე. და აი ბოლოს ჩვენ უყურებთ კონკრეტულ მომენტს და გვინდა რომ სწრაფად და აქ და ახლა მიიღონ ლიდერებმა ან რეგიონებმა გადაწყვეტილება სამწუხაროდ და საუბედუროდ და განსაკუთრებით უკრაინელი და რუსი ხალხის საუბედუროდ ეს პროცესები სწრაფად არ მიმდინარეობს. ასე რომ ჩემი პასუხი ესეთია, რომ ევროპას სჭირდება ცოტა უფრო მეტი დრო იმისთვის, რომ უფრო მეტად ერთიანი იყოს, გამოკვეთოს თავისი პოზიცია და ევროპის ერთიანი პოზიციის გამოკვეთის გარეშე ალბათ ბოლო ამ კონფლიქტს არ ექნება. დაწყებულია ხო ტენდენციები და აქვე უცებ კითხვა მინდა მოვასწრო, რატომ ითვლება რომ ევროპა განსხვავებით იგივე ჩინეთისგან, ამერიკისგან, რუსეთისგან არის ნელი ბევრ რაღაცაში, ასე ვთქვათ, რა ქმნის ამ სინელეს, ამას რაღაც ახსნა უნდა ქონდეს, იმიტომ ხო არა უბრალოდ რომ გონებრივად ნელები არიან და ნელა უყვართ საქმის გადაწყვეტა. აქ რაღაც პროცესი უნდა იყოს. დიახ, აი ეს რო განმარტოთ უცებ და წუთ ნახევარი გვაქვს. ძალიან მარტივად უნდა განმარტოთ, რომ არც ერთი თქვენს მიერ ჩამოთვლილი, ასე ვთქვათ, ლიდერი დემოკრატიული სულისკვეთების არ არის. ტრამპი ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებას და ჩემი დაკვირვებით ეგომანიაკია, ჩინეთში იცით რაც ხდება, როგორი კონცენტრაცია ძალის და ასე შემდეგ. იქ იღებს ერთი ადამიანი გადაწყვეტილებას და ევროპა მიუხედავად თავის კრიზისებისა და უბედურებისა ხდება ერთადერთ სივრცეთ თანამედროვე სამყაროში, სადაც გადაწყვეტილების მიღების პროცესში ავად თუ კარგად ჩართული არის ყველა საზოგადოებრივი ფენა და ყველა საზოგადოებრივი ფენა ცდილობს თავისი პოზიციის გატანას. შემდეგ უკვე ევროკავშირის დონეზე უკვე პატარა მალტას და უნგრეთსაც კი აქვს საშუალება რომ დაბლოკონ საერთო ევროპული გადაწყვეტილებები. ასე რომ ევროპა ნელი კი არ არის, ევროპა არის დემოკრატიული, დემოკრატია ხან სწრაფია, კონსენსუსი ხან სწრაფად მიიღწევა, ხან ნაკლები. ნუ როგორც ჩერჩილმა თქვა, ამაზე უკეთესი ჯერ არ მოგვიფიქრებიაო. არ მოუფიქრებიათ, მაგრამ არავინ არ ერთგულებს ამ დემოკრატიულ იდეალებს ევროპის გარდა ჩვენ დრო იწურება. ძალიან დიდი მადლობა პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე პასუხობდა ჩვენს კითხვებს. გადაცემა ამით დასრულებულია. დაგველოდეთ 6 საათზე მთავარი დაიწყება.